საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და კიდევ ორი პირი დააკავა. ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის იმზარ გაგნიძის განცხადებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე. იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლონათესავი. მისი განმარტებით, საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 2023 წელს მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს. მისივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ქმედების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.313.728 ლარი გაიფლანგა. ეხლა მოიცალეს ერთმანეთის დასაჭმელად. აი ამას უკავშირდება და ბიძინა ივანიშვილი რომ სანქცირებულია და მილიარდობით დოლარი რომ დაკარგა და გაეყინა, დაკავებულია ამ მოპარული ფულის ამოღებით. Cash-ის ეს სიტყვა უხდება ამას. უბრალოდ ქართული ოცნება კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკური ორგანიზაცია კი არ არის. უბრალოდ ვენდეტა არის. ერთი ჯიბიდან მეორეში უნდა გადაიტანონ ფული. ჯუანშერ ბურჭულაძის ჯიბიდან უნდა გადაიტანონ მამუკა მდინარაძის და ირაკლი კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის ჯიბეში. ხელისუფლება ამტკიცებს დღენიადაკ, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის კორუფციასთან ბრძოლა, განურჩევლად სახელებისა, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა თუ პოზიციებისა. რატომ? იმიტომ კი არა, რომ ვინმეს რომელიმე კონკრეტული სახელგვარი არ მოსწონს, იმიტომ რომ კორუფცია არის სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის არსებითი პრობლემა ზოგადად. და ამ პრობლემას რა თქმა უნდა ჭირდება ასევე სერიოზული მიდგომა და სერიოზული ბრძოლა. პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ანატოლი გიგაურის განაჩენის გამოცხადება გადაიდო. მოსამართლე ჯვებენ აჭყებიას განმარტებით განაჩენის გამოცხადების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ბრალდებულმა სასამართლოს ხდომაზე ჩვენების ვერ მიცემის მიზეზები განმარტა და აღნიშნა, რომ პოლიციელებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს. ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის გადაკვალიფიცირება ნაკლებად სავარაუდოა. გიგაურის სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგი დაცვისთვის მყოფ პატრულ ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გასულ დღეს ცნობილი გახდა, რომ ასევე გადაიდო ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის გიორგი ახობაძის განაჩენის გამოცხადებაც. ვადა ამ შემთხვევაშიც დაუდგენელია. დღეს უნდა გამოცხადებულიყო ორ საქმეზე განაჩენი. პირველ რიგში გიორგი ახობაძის სისხლის სამართლის საქმეზე ველოდით განაჩენს და გუშინ გვიან ღამით ცნობილი გახდა ჩემთვის, რომ განაჩენის გამოცხადება გადაიდო, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო სიტყვის უფლებით იქ ბრალდებულმა ისარგებლა და ველოდით უკვე დღეს, რომ გიგაურის პროცესზე, ესე იყო ნავარაუდები, ვინაიდან თვითონ მოსამართლემ გვითხრა, რომ დღეს გამოცხადდებოდა განაჩენი, თუმცა აღმოჩნდა ისე, რომ საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადაიდო და როგორც გიორგი ახობაძის სისხლის სამართლის საქმე, ასევე ანატოლი გიგაურის სისხლის სამართლის საქმე გადაიდო თარიღის გარეშე. ორივე შემთხვევაში შემადგენლობა უნდა დაგვირეკოს და გვითხრას, რომელ თარიღში მოინიშნება მომდევნო პროცესი. შესაბამისად, ნათელია, რომ არც ერთ საქმეზე განაჩენი არ გამოცხადებულა, მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებით ვიცოდით, დაზუსტებით ველოდით მოსამართლის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე, რომ ორივე საქმეზე დღეს უნდა გამოცხადებულიყო განაჩენი. მოდი ესე ვიტყვი, ძალიან ბევრი ეჭვი და ძალიან ბევრი ვარაუდი მაქვს. არა მხოლოდ საქმის სირთულიდან გამომდინარე, ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ საქმის სირთულე, 9 თვეა ფაქტობრივად 8 თვეა საქმეს განიხილავენ მოსამართლეები და შეიძლება არ იცოდნენ კონკრეტულად რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ბოლო დღემდე, თუმცა გარკვეული აქცენტები დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლეებს უკვე დასმული ექნებათ თითოეულ საქმეში. ძალიან ბევრი ეჭვი და ვარაუდი მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ნამდვილად თავ შევიკავებ ამ ეჭვებისგან და ვარაუდებისგან. იქამდე მინიმუმ სანამ არ გამოცხადება კონკრეტული განაჩენი, როგორც ახობაძის, ასევე გიგაურის საქმეზე. ევროკავშირის ელჩის ქვეყნიდან გაძევებასთან დაკავშირებით თბილისის მერის კახაკალაძის განცხადებას ოპოზიციურ სპექტრში კრიტიკულად აფასებენ. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ლევან სანიკიძის განცხადებით, ქართველი ხალხის მომავალი მმართველი გუდის პირადი ინტერესების გამოზიანდება. თბილისის მერის კახაკალაძის თქმით, ევროკავშირის ელჩი ქვეყნიდან გასაძევებელია. მანამდე პაվել ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგის უზრუნველყოფა მიმდინარე კრიზისის მოგვარებისა და საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნების ერთადერთი გზაა. კახიკალაძე ევროპიდან თვითონ არის გაგდებული ამ წუთას. ამაზე ღელავენ, რომ სადაც ჩაესვლებათ, იქაც ვეღარ ჩავლენ. ეს არის მთელი ამ რიტორიკის ნაწილი, რომ თურმე ქართული სახელმწიფო ყოფილა 100 კოცი.
რომლის ოჯახების კეთილდღეობასაც უნდა გადაუყვეთ ყველანი და თქვენ ახლა ვინც აქ ხართ წარმოდგენილი, თქვენი უვიზო მიმოსვლას მხოლოდ იმის გამო უნდა შეიზღუდოს, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის 15 თანაგუნდელს არასანქცირებინებს ორბანს. გორბის კვლევებს ოპოზიციურ სპექტრში კრიტიკულად აფასებენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გორბის კვლევებს არ ენდობიან და რომელიმე პარტიის რეიტინგს ტელეკომპანია იმედიან ბიძინა ივანიშვილი ვერ განსაზღვრავს. განსხვავებულად ფიქრობენ მმართველ გუნდში. ქართული ოცნების დეპუტატის ლევან მახაშვილის განცხადებით, გორბის კვლევა სანდუა და ადასტურებს, რომ ქართულ ოცნებას ალტერნატივა არ გააჩნია. შეგახსენებთ, გორბიმ ტელეკომპანია იმედის დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად კითხვაზე პარლამენტის არჩევნები მიმდინარე კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 56.2% ქართულ ოცნებას, 10.7% ლელოძლიერი საქართველოსთვის, 10% გახარია საქართველოსთვის, 9.5% კოალიცია ცვლილებებისთვის, 7.5% ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, 3.2% გირჩი, 1.8% კი საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ასახელებს, 1.1% კი სხვა პარტიებზე ნაწილდება. მე შემიძლია თავამად ერთი რაღაც თქვა, რომ ეს კვლევა არ არის, ეს არის ბიძინა ივანიშვილის სურვილები და ამ წუთას ბიძინა ივანიშვილის სურვილი არის, რომ მეორე მესამე ადგილზე იყვნენ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც იღებენ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას. აქ შეუძლებელია ვილაპარაკოთ სოციოლოგიაზე, შეუძლებელია ვილაპარაკოთ რაღაც პროცენტულობაზე, შეუძლებელია ვილაპარაკოთ მხარდაჭერის ხარისხზე, მაგრამ შეგვიძლია ვილაპარაკოთ რა არის ბიძინა ივანიშვილის სურვილი. ბიძინა ივანიშვილის სურვილი არის სუსტი ნაციონალური მოძრაობა. ეს პოლიტიკური პარტიები მე მგონი უნდა დარწმუნდნენ და გაიაზრონ, რომ საზოგადოებას არ აინტერესებს რადიკალიზაცია, საზოგადოების მოთხოვნა და დაკვეთა არ არის რადიკალიზაცია და ქუჩაში პოლიტიკის გადატანა. პირიქით, მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესი არის სახელმწიფო ინსტიტუტებში მოქცევა პოლიტიკის და ნორმალურად ცივილურ ფორმებში პოლიტიკის წარმოება და მათი პრობლემების ზრუნვა, მათ პრობლემებზე ზრუნვა. ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ევროპულ საქმეთა მინისტრები უკრაინის, მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და თურქეთის წარმომადგენლებთან ერთად 1 სექტემბერს არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ. შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოების სხვადასხვა ასპექტი იქნება. ლიდერების შეხვედრა დანიაში გაიმართება. ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციაში საქართველოს ნახსენები არ არის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პირველი სამუშაო სესია კოპენჰაგენის კრიტერიუმების მნიშვნელობას დაეთმობა და მასში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის პარტნიორები და თურქეთი. მეორე სამუშაო სესიისას კი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრები ევროკავშირის კანონის უზენაესობის ინსტრუმენტების გაძლიერებას განიხილავენ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმების ჩარჩოს მიაღწიეს. BBC-ს ინფორმაციით შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია და მისი მეშვეობით მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკურ პარტნიორს შორის რამდენიმე თვიანი ჩიხი დასრულდა. შოტლანდიაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის გამართული გადამწყვეტი მოლაპარაკებების შემდეგ ორი მხარე შეთანხმდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირის ყველა საქონელზე 15%-იან ტარიფებს დააწესებს. იქამდე კი ტრამპი აცხადებდა, რომ ევროკავშირს 30%-იან ტარიფს დაუწესებდა. ურსულა ფონ დერ ლაიენი შეთანხმების მიღებას პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ ის სტაბილურობას მოუტანს ორივე მოკავშირეს, რომლებიც ერთად გლობალური ვაჭრობის თითქმის მესამედს შეადგენენ. როიტერის ინფორმაციით კიევზე რუსეთის მიერ გასულ ღამეს განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის 8 მცხოვრები, მათ შორის 3 წლის ბავშვი დაშავდა. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, შუაღამის შემდეგ მომხდარი თავდასხმების შედეგად დაშავებულებიდან 4 ჰოსპიტალიზებულია, მათგან 1 მძიმე მდგომარეობაშია. რუსული სარაკეტო დრონებით თავდასხმების შესახებ გაფრთხილებების გამო დედაქალაქი კიევი და უკრაინის დიდი ნაწილი ღამით რამდენიმე საათის განმავლობაში საჰაერო თავდასხმის საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა.